ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ მადლიან რამაზნის თვეს. როგორც ვიცით, რამაზნის თვე ძალიან ძვირფასი და მადლიანი თვეა, იმიტომ რომ ამ მადლიან თვეში ზემოვლინდა ჩვენი ძვირფასი ყურ'ანი. უდიდეს ალლაჰი ასე ბრძანებს: შაჰრუ რამაზან ალლაზი უნზილე ფიჰილ ყურ'ან ჰუდან ლინნასი ვა ბაyyინატინ მინალ ჰუდა ვალ ფურყან ილა ახირih. რამაზანის თვეა, რომელშიც ზემოვლინდა ყურ'ანი სახელმძღვანელოდ ადამიანთათვის. ყურ'ანის მიხედვით 1000 თვეზე უფრო მადლიანი ძვირფასი ღამე, ყადირის ღამე ამ მადლიან რამაზნის თვეში იმყოფება. რამაზანი მარხვის თვეა. მარხვა ადამიანს სრულყოფს, ზნეობრივად ამაღლებს და ცოდვებისგან გაანთავისუფლებს. Hazreti Muhammed'i bრძანებს რომ მან სამა რამაზან იმანან ვაჰტისაბან ღუფირ ლაჰუ მა თაყადამა მინ ზამბი. ვინც წმენით მარხულობს და ჯილდოს მხოლოდ ალლაჰისგან ელის, მას წარსულში ჩადენილი ცოდვები ეპატივება. მარხვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და საუკეთესო კურნალობაა. ძვირფასო ძმებო, ყველა ზეცურ რელიგიაში მარხვა არსებობს, მაგრამ მათ შორის ზოგიერთი განსხვავებები არის. ამ თემაზე უდიდეს ალლაჰი ყურ'ანში ასე ბრძანებს: ია აიუჰალლაზინა ამანუ ქუთიბა ალაykumuს სიამუ კამა ქუთიბა ალალლაზინა მინ ყაბლიკუმ ლაალლაკუმ თატტაკუნ. აი მორწმუნენო, მარხვა თქვენზე დავალებულ იქნა ისე, როგორც თქვენამდე მყოფ ხალხზე, იმედია რომ დაცულ იქნეთ ყოველივე ცუდისგან. რამაზანი მოთმინების თვეა. მარხვა მოთმინებას ნიშნავს. ჰაზრეთი მუჰამმედმა ბრძანა: ასსავმუ ნისფუ საბრ, ასსაბრუ ნისფულ იმან. მარხვა მოთმინების ნახევარია, მოთმინება კი რწმენის ნახევარი. ძვირფასო ძმებო და დებო, რამაზნის თვე სოციალური სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების თვეა. აქედან გამომდინარე, ვინც ღმერთის წყალობისათვის ამ მადლიან თვეში იმარხულებს, ილოცავს, ყურ'ანს წაიკითხებს ან მოусმენს, გაჭირვებულებს, ობლებსა და უპატრონოებს დაეხმარება და გაახარებს მათი რწმენისა და ეროვნების მიუხედავად. ის ადამიანი უდიდეს ალლაჰის წინაშე სულიერად ამაღლდება ბატონებო. ძვირფასო ძმებო, მოდით ამ მადლიან თვეში ლოცვასა და მარხვასთან ერთად გულები გავიწმინდოთ ცუდი და ბოროტი ფიქრებისგან. მოვინანიოთ ცოდვები, ყველას სიკეთე გავუკეთოთ და კეთილად მოვექცეთ. არავის ვაწყენინოთ, არ ვიჭორავოთ და ვინმეს ცილი არ დავწამოთ. მათი რწმენისა და ეროვნების მიუხედავად გაჭირვებულებს და უპატრონოებს დავეხმაროთ. მას იმედია რომ ამ მადლიან რამაზნის თვეში უდიდესი ალლაჰის წყალობას დავემსახურებთ, ყოველნაირი ცოდვებისგან განთავისუფლდებით, გილოცავთ რამაზნის თვეს.